გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთათ ხელიძე ვარ. ვიდეოს დასაწყისში მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ აღნიშნული ვიდეო და გამოიწეროთ არხი. დღევანდელ თემას რაც შეეხება, დღეს შევეცდები მიმოვიხილო ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემა საერთაშორისო ასპარეზზე. გულისხმობ ინდოეთ-პაკისტანს შორის დაწყებულ მორიგ კონფლიქტს, სანახევროდ სამხედრო ესკალაციას სასაზღვრო ზოლში და შევეცდები ავხსნა რა პროცესების მომსწრევად და რა რისკები და გამოწვევები არსებობს აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ მედიიდან გაიგებდით, რომ ეს მორიგი გამწვავება ინდოეთ-პაკისტანს შორის ურთიერთობების გამოიწვია ქაშმირში მდებარე ერთ-ერთ სამთო კურორტზე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა, კურორტი ეწოდებოდა ფაჰალგამი, სადაც გაურკვეველმა პირებმა, სავარაუდოდ ისლამური წარმოშობის ადამიანებმა 26 ტურისტი მოკლეს მათი რელიგიური მიკუთვნებულობიდან გამომდინარე. რაზეც ინდურ მხარეს ჰქონდა მყისიერი რეაქცია, ინდოეთმა მოუწოდა მის ტერიტორიაზე მყოფ პაკისტანელებს სასწრაფოდ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ რამდენიმე $1000-იანი ჯარიმა და უიძულებთ გააძევებენ ქვეყნიდან. ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვრები ქვეყნებს შორის, შეწყდა ავიამიმოსვლა და რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ქაშმირის კონფლიქტურ ზონაში ქვეყნებს შორის გამყოფ სასაზღვრო ზოლზე მოხდა სამხედრო მობილიზება და სამხედრო მზაობის ამაღლება და სანახევროდ ისტორიული ფაქტის დაფიქსირდა, რომ 1960 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულება მდინარე ინდის წყლებთან დაკავშირებით პირველად ინდოეთმა დაარღვია და ამ ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებების შესრულებას ის ამ შემთხვევაში აღარ აპირებს და ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ჩენაბის გადაკეტვაც კი მოახერხა ინდოეთმა, რომელიც მიედინება პაკისტანში და შემდგომ უერთდება მდინარე ინდის. მაგრამ სანამ დღევანდელობას შევეხები, თუ რა ხდება ამ ქვეყნებს შორის და რა ხდება თითოეულ ამ ქვეყანაში, პოლიტიკური სიტუაცია როგორია და რა გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფებიან, მანამდე თვითონ მოკლედ შევეხები ქაშმირის კონფლიქტურ ზონას, თუ რატომ არსებობს ეს კონფლიქტი დღეს. ქაშმირი ეს არის ინდოეთის ნახევარკუნძულის უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილი, ჰიმალაის მთების დასავლეთ ნაწილი, რომელსაც სამთავროს სტატუსი მიანიჭეს ბრიტანელებმა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში და როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინდოეთმა და პაკისტანმა მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება ბრიტანეთის იმპერიისგან, ქაშმირის სამთავროს გაუჭირდა გადაწყვეტა თუ რომელი ქვეყნის შემადგენლობაში ყოფილიყო ის და აი ამ გადაუწყვეტელობამ გამოიწვია ის, რომ პაკისტანმა გადაწყვიტა, რომ ის ძალით შემოერთებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ქაშმირში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით 70% იყო მუსლიმი, მაგრამ ეს პაკისტანის ძალადობრივი ქმედება მაშინ ინდოეთმა შეაკავა და ეს კონტრ პასუხი ჰქონდა პაკისტანის ინტერვენციას ქაშმირში და 1958 წლიდან რეალურად ქაშმირი არის კონფლიქტური ზონა ძირითადად ამ ორ ქვეყანას შორის, ინდოეთსა და პაკისტანს შორის, თუმცა ქაშმირის ტერიტორიას ასევე იყოფს ჩინეთიც. აქ უკაზე თქვენ ხედავთ, ქაშმირის რეგიონი არის ძირითადად სამად გაყოფილი. მწვანე ფერად რაც არის მონიშნული, გილგიტ ბალტისტანი და აზად ქაშმირი, ეს არის პაკისტანის კონტროლირებადი ტერიტორია. ლადახი და ჯამუ და ქაშმირი არის ინდოეთის კონტროლირებადი ტერიტორია, აქსაიჩინი და ტრანსყარაყორუმის მონაკვეთი არის ჩინეთის კონტროლირებადი ტერიტორია. ძირითადად ეხა ჩინურ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს, ეს არის მაღალმთიანი რეგიონები და ძირითადი მოსახლეობა არის აი ქაშმირის ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, აზად ქაშმირსა და ჯამუ და ქაშმირის სივრცეში. და სადაც ძირითადად სახლობენ მუსლიმები ამ შემთხვევაში. და აი ამ ორი ზონის, აზად ქაშმირსა და ჯამუ ქაშმირს შორის სასაზღვრო ზოლი არის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ადგილი მსოფლიოში, სადაც პაკისტანს და ინდოეთს აქვს თითქმის თანაბარი ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ განლაგებული. ეს კონფლიქტის ტერაქტიც, რომელიც წინაპირას მოხდა, ფაჰალგამის ტერაქტი, აი ჯამუ ქაშმირის ცენტრალურ ერთ-ერთ
რეგიონში განხორციელდა. ქაშმირთან დაკავშირებით რამდენიმე კონფლიქტი მოხდა პაკისტანსა და ინდოეთს შორის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. ეს იყო 60-იან წლებში, 70-იან წლებში, 90-იან წლების მიწურულსაც. ამიტომ ქაშმირთან დაკავშირებით არსებობს ეს კონფლიქტური გამოცდილება და ეს ახალი რაც დღეს ხდება, რეალურად არ არის, თუ არ ჩავთვლით ამ მდინარე ინდის წყლების განაწილებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების დარღვევას. ქაშმირის კონფლიქტის შინაარსს რეალურად ადგენს ის, რომ თვითონ ეს რეგიონი ესაზღვრება პაკისტანის პუნჯაბის ტერიტორიას და როგორც პუნჯაბში არიან მუსლიმი პაკისტანელები, ასევე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ მუსლიმები, მაგრამ ინფრასტრუქტურულად და ლოჯისტიკურად ეს ტერიტორია იყო მიბმული ინდოეთის პუნჯაბზე, ამიტომაც ასე ვთქვათ, არც ინდოეთი თმობს ამ ტერიტორიას და არც პაკისტანი და არ აღიარებს ერთი მეორის კონტროლს და მეორე პირველის კონტროლს. ქაშმირის მუსლიმური შინაარსიდან გამომდინარე, აქ ცხოვრები ადამიანები ხშირად არიან რეპრესირებული ოფიციალური დელის მხრიდან და ხშირად არის რომ ქაშმირის ტერიტორიას ადარებენ პალესტინას, რადგან იქაც მუსლიმები არიან რეპრესირებულები და ამ შემთხვევაშიც მუსლიმები არიან მსხვერპლი და აქედან გამომდინარეც არის ის რომ მაგალითად ისრაელის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორი და მხარდამჭერი პალესტინელებთან ბრძოლაში არის ინდოეთი და საპირისპიროდ პაკისტანი არის პალესტინელების ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დღევანდელი ინდოეთის ხელისუფლება ნარენდრა მოდის მეთაურობით ცალსახად დგას ინდურ ნაციონალიზმზე, ამას შეიძლება უწოდოთ ინდური ჰიპერნაციონალიზმი, რომელიც გულისხმობს, რომ ინდოეთი არის მხოლოდ ინდოელების და რელიგიურად ინდუსების ქვეყანა და რომ განსხვავებული ეთნოსების და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების ადგილი ინდოეთში არ არის. განსაკუთრებულად ეს ინდური ჰიპერნაციონალიზმი არის მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული და გარდა ქაშმირისა, ინდოეთის სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმების წინააღმდეგ არის საკმაოდ რეაქციული. ხშირად არის რომ უბრალოდ ქუჩაშიც მუსლიმებს ცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, არის გატაცებები, მკვლელობები, ანუ ეს არის პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ინდოეთის ყოველდღიურობა იმ რეგიონებში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ, თუმცა მუსლიმების გარდა ინდური ჰიპერნაციონალიზმი, ნარენდრა მოდის ჰიპერნაციონალიზმი არ წყალობს ასევე ქრისტიან ინდუსებს, რომლებიც ძირითადად ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნარენდრა მოდის სახალხო ლეგიტიმაცია ცალსახად ეფუძნება ამ ინდურ ჰიპერნაციონალიზმს და ამითი ახერხებს იმას, რომ მისი პოლიტიკური ჯგუფი ამდენხანს არის ხელისუფლებაში და რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ ეს იდეოლოგიური მიმართულება ის რითაც ის საკუთარ მხარდამჭერებს ყვებავს, შესაბამისად შეუძლებელი იყო მას მკაცრი რეაქცია არ მიეცა აი ფაჰალგამის ტერორისტულ აკტზე და არ მოიხდინა გარკვეულწილად ესეთი რეაქციული ნაბიჯები, რა გამომდინარე იქიდან, რომ თავარი ესეთი მოწინააღმდეგე ინდური ნაციონალიზმის არის ისლამი და ამ შემთხვევაში ისლამური სივრცე, კონკრეტულად მისი მეზობელი პაკისტანი. ინდოეთისგან განსხვავებით, პაკისტანის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. პაკისტანში არ არსებობს როგორც ასეთი პაკისტანური ნაციონალიზმი, იმიტომ რომ პაკისტანი არის საკმაოდ ჭრელი ეთნიკური ქვეყანა, რომელსაც უჭირს ჰომოგენიზაცია და თუნდაც სახელმწიფო ტერიტორიული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. აი თქვენ რუკაზე ხედავთ, აბსოლუტურად განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, რომელთაც აქვს საკუთარი სეპარატისტული განწყობები. ძირითადად პაკისტანის ბირთვი, ცენტრი ეს არის პუნჯაბის რეგიონი, რასაც წვანეთ ხედავთ, თუმცა გარკვეული ესეთი სეპარატისტული განწყობები არსებობს მის სამხრეთ რეგიონებში, სინდის პროვინციასა და ბელუჩისტანის პროვინციაში. ბელუჩისტანზე ჩვენ მე შევეხე ერთ-ერთ დიდი ვეზირის ეპიზოდში და ასევე არსებობს სეპარატისტული განწყობები მის ჩრდილოეთ პროვინციაში, ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთ პუშტუნისტანში, ხაიბერ პახტუნხვაში, რომლის დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, მეზობელ ავღანეთში მდებარეობს, ამიქაც პუშტუნები ცხოვრობენ და ავღანელ პუშტუნებს აქვთ პრეტენზია ამ პროვინციაზე, რომ ეს პუშტუნისტანიც არის მათი ნაწილი. ისიც ვიცოდეთ, რომ პაკისტანისა და ავღანეთის აი ამ
დასავლურ საზღვარს არ აღიარებს ავღანეთი დღემდე და მას ესეთი არაფორმალური პრეტენზიები პაკისტანის მიმართ დღემდე აქვს. ანუ პაკისტანი როგორც ასეთი შიგნით პოლიტიკურად არის მოწყვლადი და ამას ემატება ის, რომ პაკისტანი დღეს ბოლო რამდენიმე აწლეულია, თითქმის 40 წელი თუ მეტი არა, არის რამდენიმე ათეული ტერორისტული ორგანიზაციის სახლი და დღემდე ბევრი მათგანი აქტიურად ოპერირებს. პაკისტანში ტერორისტული ჯგუფების წარმოშობა, გავრცელება და მათი ფუნქციონირება იწყება 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან, როდესაც ავღანეთში იწყება მართველი ძალის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული მუჯაჰედინები იწყებენ პარტიზანულ დაპირისპირებებს და ეს მუჯაჰედინების წინააღმდეგობა შემდგომ იქნება გამოყენებული დასავლური ძალების, კონკრეტულად შეერთებული შტატების მხრიდან, მისი მოკავშირე ძალების საუდის არაბეთის მიერ პაკისტანის მეშვეობით, რომ ავღანეთში წინააღმდეგობა გაეწიათ შემდგომ უკვე საბჭოთა ოკუპაციისთვის და ეს 80-იანი წლებიდან იწყება ესეთი გენერაცია ტერორისტული ორგანიზაციების. ჩვენ ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ დღეს ავღანეთის მართველი ძალა, ორგანიზაცია თალიბანიც წარმოიქმნა პაკისტანში, ზუსტად ავღანეთის სასაზღვრო ზოლში ემიგრირებული ბავშვებისგან. ეს ბავშვები ავღანეთის საბჭოთა ომის შემდგომ აიზარდნენ, გახდნენ სტუდენტები და ეს სტუდენტობა დაბრუნდა შემდგომ საკუთარ სამშობლოში უკვე ტალიბანის სახით. თუმცა დღეს ავღანეთში, პაკისტანში რომ ნახოთ რამდენი ტერორისტული ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომელთა სხვადასხვა შინაარსი გააჩნიათ, არის გლობალური ორგანიზაციები, არის შიდა პაკისტანური ორგანიზაციები, რომლებიც პაკისტანის რაობაზე დაობენ და არის ქაშმირზე ორიენტირებული ტერორისტული დაჯგუფებები. ამ შემთხვევაში გლობალური მასშტაბის ტერორისტული ორგანიზაციები, რომელსაც ხვდებით პაკისტანში, არის ალ-ქაიდა, ალ-ქაიდას ინდური განყოფილება და ხორასანის ისლამური სახელმწიფო. ასევე პაკისტანში ხვდებით ავღანეთზე ორიენტირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით, თალიბანი ამ ტერიტორიებიდან წარმოიქმნა და მისი ნაწილი რჩება პაკისტანში და ასევე არის ჰაქანების ქსელი. გვარი ჰაქანი არის ერთ-ერთი დიდი გვარი პუშტუნებში და მათი წარმომადგენლებს აქვთ დღევანდელ ავღანეთში ჩაბარებული სპეცდანიშნულების რაზმების მართვა, დაზვერვა და საკმაოდ გავლენიანი ქსელი არის. ამას გარდა, როგორც ვახსენე, არის თვითონ პაკისტანის რაობაზე და პაკისტანში შიგნით სეპარატისტულ იდეებზე დაფუძნებული ტერორისტული დაჯგუფებები და ყველაზე დიდი ასეთი ორგანიზაცია არის პაკისტანური თალიბანი, თაჰრიკ თალიბანი, TTP, ეს მოკლედ რა ვთქვათ. ასევე, როგორც მე ვახსენე, არის ბელუჩისტანის გათავისუფლების არმია, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში განვიხილეთ. ეს ტერორისტული ორგანიზაცია არის საკმაოდ აქტიური, სულ რაღაც თვენახევრის წინ მან მორიგი ასეთი ტერორისტული თავდასხმა მოაწყო პაკისტანში, როდესაც მატარებლის შემადგენლობა მათ გააჩერეს, დაატყვევეს რამდენიმე ათეული ადამიანი და პაკისტანის სპეცდანიშნულების ძალებმა მაშინ ამ ტერორისტული აქტის სანახევროდ განეინტერესება მოახერხეს. ასევე არის სხვა ესეთი რელიგიური ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც პაკისტანში მცხოვრები შიიტების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რაც გვაინტერესებს, ეს არის ინდოეთზე და ქაშმირზე ორიენტირებული ტერორისტული დაჯგუფებები, როგორც ხედავთ, მსგავსი არაერთია, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავარი არის ლაშქარ-ე-თაიბა ორგანიზაცია, რომელსაც ოფიციალური ინდოეთი აბრალებს პაჰალგამის ტერორისტული აქტის განხორციელებას. თუმცა ამ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობას ის არ იღებს. პაკისტანში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებით საკმაოდ სანახევროდ სკანდალური განცხადება გააკეთა პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა აზიფმა, რომელმაც კონკრეტული ბრალეულობა გამოყო ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების, რომ პაკისტანში რომ არსებობს ამდენი ისლამისტური დაჯგუფება არის დასავლეთის ბრალი, რადგან
ამ აწლეულების განმავლობაში პაკისტანი იყო პლატფორმა ქვეყანა, რომლიდანაც დასავლეთი ახერხებდა რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელებას, ძირითადი მიმართულება მაინც ამ შემთხვევაში ავღანეთის ომზე ჰქონდა ორიენტირი. აი, ნახოთ მისი ეს ამოსვლა. You do admit, sir, that Pakistan has had a long history of backing and supporting and training and funding these terrorist organizations. Well, we have been doing this dirty work for the United States for about 3 decades, and West, including Britain. So that's your argument that even though that was a mistake, and we suffered for that, and that is why you are saying this to me. If we had not joined the war against Soviet Union and later on the war after 9/11, this Pakistan's track record, was not unimpeachable track record. Defense Minister, I just want to get back to this particular incident in Kashmir and the. ხო, აქ ბატონი ასიფი ამბობს, რომ ჩვენ იძულებული გავხდით შეერთებული შტატებისგან, რომ ჯერ ჩავთვლილიყავით ანტისაბჭოთა ომში, შემდგომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ ანტიავღან ომში და ის მემკვიდრეობა, რაც ახლა გვაქვს აი ამდენი ტერორისტული ჯგუფის ქონით და მათი უკონტროლობით, არის რეალურად ამ შემთხვევაში დასავლეთის ბრალი ომი. პაკისტანისთვის გარდა ტერიტორიული და უსაფრთხოების კუთხით არსებული თვისობრივი გამოწვევებისა, პაკისტანი პოლიტიკურადაც საკმაოდ მყიფეა. პაკისტანი არის რეალურად ორ ნაწილად გაყოფილი პოლიტიკურად. რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო გადატრიალებით ძალაუფლება ჩამოართვეს პაკისტანის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოს და პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს, რომელიც საკმაოდ ესეთი ყველაზე დიდი პარტიის წარმომადგენელი იყო პაკისტანში. მას მიუსაჯეს რამდენიმე წლიანი პატიმრობა გარკვეული კორუფციული ბრალდებებით, მის და მის მეუღლეს, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი უკმაყოფილება პაკისტანელებში, როგორც ახსენე გამომდინარე იქიდან, რომ ის ყველაზე პოპულარული მართველი იყო პაკისტანის ისტორიაში და დღეს ხელისუფლებაში არის ელიტური ბურჟუაზიული ნაწილი პაკისტანის, რომელთანაც კოალიციაშია პაკისტანის სამხედრო კორპუსი და რეალურად არის აი ამ მმართველობით ელიტასთან საკმაოდ დიდი სახალხო წინააღმდეგობა. პაკისტანში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას ემატება ის, რომ ქვეყანა უკვე წლებია იმყოფება ეკონომიკურ კრიზისში, არის მაღალი უმუშევრობა, მაღალი სიღარიბის დონე, ასევე მზარდი ინფლაცია, ამ მხრივ არის საკმაოდ დიდი უკმაყოფილება ასევე მოსახლეობაში. რომ შევაჯამოთ, პაკისტანი იმყოფება რეალურად 4 დიდი სისტემური გამოწვევის წინაშე. პირველი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მეორე ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მთლიანი მასშტაბით, მესამე ეს არის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დღეს არ არსებობს პაკისტანში და ასევე ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. აი ეს 4 დიდი გამოწვევა აქვს პაკისტანს და აი ასეთ სიტუაციაში დამატებით ქაშმირში კიდევ კონფლიქტის წარმოქმნა მის ყველაზე მსხვილ მეზობელთან და მთავარ მოწინააღმდეგესთან, ამდენად არის ლოგიკური, ეს არის ძალიან საეჭვო საკითხი, თუმცა შეიძლება კონტრარგუმენტი ვთქვათ, რომ საგარეო მტრის არსებობა და საგარეო საფრთხის არსებობა გარკვეულწილად ქვეყნის ახდენს მობილიზებას, გარკვეული მიმართულებით ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამყარებას, შეიძლება ესეც ახსნათ ეს მოვლენა, თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ პასუხისმგებლობას ამ კონფლიქტზე პაკისტანი არ იღებს, როგორც აგერ ნახეთ, თვითონ თავდაცვის მინისტრი საგარეო ძალებს აბრალებს აი ამ ტერორისტული აქტის ინსპირირებას და ასევე პაკისტანი ითხოვს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. თვითონ რაც შეეხება კონფლიქტის პოტენციალს, ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ აი ამ ქაშმირის გამყოფ ზოლზე ხდება სამხედრო მობილიზება აქტიურად, რომ არის ხშირ-ხშირ პატარ-პატარა შეტაკებები, პაკისტანური მხარე აცხადებს, რომ ინდოეთი გარდაულად დაიწყებს სამხედრო ინტერვენციას პაკისტანის ქაშმირის ტერიტორიაზე და რაღაც ეს ინტერვენციის მომლოდინე პოზიციაში ამ შემთხვევაში პაკისტანი არსებობს ასევე შიშები, რომ შეიძლება აი ეს ორი ბირთვული ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდეს სრულმასშტაბიან ომში, თუმცა თუ ესე უფრო ახლოს დავაკვირდებით აი ამ მოვლენებს,
შეიძლება ეს იყოს ისეთივე მცირე შეტაკებების ფორმის მქონე კონფლიქტი, როგორიც მაგალითად გასულ აწლეულებში იყო 90-იან წლების მიწურულო 70-იან წლებში და მაშინ ეს ამ ქვეყანას შორის ომი არ გადაძლიელა სრულმასშტაბიან კონფლიქტში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რეალურად დღეს არც ინდოეთის და არც პაკისტანის ინტერესში არ შედის დიდი მასშტაბური კონფლიქტის წარმოება. ინდოეთი არის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს ქვეყანა და ახალი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სისტემა შექმნას. ასე იგივე პრიორიტეტები აქვს პაკისტანსაც, 40 წლის თავზე რეალურად დასრულდა პაკისტანის რაღაცა უსაფრთხოების სისტემაში ჩართულობა შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც მას იყენებდა რაღაც ავღანეთის ომში საკუთარი სცენარების განსავითარებლად, ამიტომ რეალურად ხა პაკისტანს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული შიდა ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე ეს ორი ქვეყანა არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები. მაგალითად, ბოლო დღეებში ვნახეთ აი ამ ორგანიზაციის მსხვილი წევრი ქვეყნების განცხადებები, ჩინური საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ასევე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ მაქსიმალურად მოხდეს თავშეკავება, რომ კონფლიქტი არ გადადინდეს, არ გახდეს სრულმასშტაბიანი. უბრალოდ დღეს ახლა, ასე ვთქვათ, როგორც ვახსენე, ოფიციალური დელის ხელისუფლება ნარენდრა მოდი იძულებულია, რომ გარკვეული ქმედებები განახორციელოს და პარალელურად პაკისტანიც იძულებულია გარკვეული ფორმებით დაიცვას თავი და აი ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. თვითონ ამ გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესებშიც არ შედის პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტი ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა განვიხილოთ აქ ჩინეთის ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ ქაშმირში მასაც აქვს საკუთარი ინტერესები და ზოგადად ამ ორი ქვეყნის მიმართ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც გარკვეულწილად ინდოეთსა და ჩინეთს შორის ხდება ურთიერთობების გადატვირთვა. ერთი თვის წინ იყო დაახლოებით, როდესაც ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი და ჩინეთი თანდათანობით იწყებენ ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას და გარკვეულწილად აი ნეგატიური ნაწილის თანდათანობით ისტორიის ჩაბარებას და აი სასაზღვრო ზოლების გარკვეულწილად დემარკაცია, დელიმიტაციას. ასევე ჩინეთი არის ისტორიულად პაკისტანის მოკავშირე ქვეყანა, ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ რადგან ინდოეთი იყო ჩინეთის მოწინააღმდეგე ქვეყანა, ჩინეთი პაკისტანით აბალანსებდა ინდოეთს, ხოლო ესეთი გეოპოლიტიკური ინტერესი ჰქონდა ჩინეთს პაკისტანთან, თუმცა იდეოლოგიურად ასკარად, ასე ვთქვათ, განსხვავებული ქვეყნები არიან ჩინეთი და პაკისტანი. და ამ შემთხვევაში პაკისტანზეც შეუძლია ჩინეთს რომ გარკვეული პოლიტიკური, დიპლომატიური ზეგავლენა მოახდინოს და გარკვეულწილად მოდერაციის როლიც კი შეასრულოს. დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე როლი აქვს ამ შემთხვევაში რუსეთსაც. რუსეთი ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2022 წლიდან, საკმაოდ ინტენსიურ ურთიერთობაშია ინდოეთთან, ძირითადი რუსული ნავთობის ძირითადი გამსაღებელი საერთაშორისო არენაზე, სანქციებიდან გამომდინარე არის ამ შემთხვევაში ინდოეთი, ასევე პაკისტანსთანაც აქვს ენერგეტიკული კავშირები რუსეთს და ასევე იგივე როლი შეიძლება დავაკისროთ ირანსაც, ირანს მეტნაკლებად თანაბარი ურთიერთობა აქვს პაკისტანთანაც და ინდოეთთანაც და მასაც შეუძლია ამ შემთხვევაში მოდერაციის როლის გაწევა. ამიტომ მთლიანად სამეზობლო, აზიური სამეზობლო ინდოეთის ნახევარკუნძულის შეიძლება ასეთი დიპლომატიურად ჩართული აღმოჩნდეს ამ კონფლიქტში და სავარაუდოდ ეს ქვეყნები შეეცდებიან, რომ ესეთი აი ამ დიდი აზიური ინტეგრაციის პროცესში არ მოხდეს დიდი გლობალური მასშტაბური კონფლიქტი მის ორ მთავარ ქვეყანას შორის. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ჩემი ვიდეოები, მე დაგემშვიდობებით, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე.